დაადასტურა ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და პროკურატურამაც, თურმე მთელი ამ 4 წლის მანძილზე არაფერი იცოდა სათანადო სტრუქტურებმა ამ ძალადობის შესახებ და დაუწყიათ გამოძიება 2006 წელს და დავაკავეთო დამნაშავე პოლიციელებიო, მაგრამ, ბევრი მაგრამ ჩნდება აქ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იღწვის, რომ ციხიდან არ გაიქცეს პატიმარი. ასევე უნდა იხსოვდეს, რომ ციხეში არ ხდებოდეს წამება პატიმრების. ზუსტად ასევე სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს, რომ პოლიციაში პატიმრების ცემა და წამება არ ხდებოდეს. ეს არის ვალდებულება. ბატონი მდინარაძე გვეუბნება, რომ 2004 წელს რომელიღაცა პოლიციის უბანში, ვიღაცა 45,000 პოლიციელიდან ვიღაცა ცუდმა რამდენიმემ გალახა ხალხი, რა ვქნათო? არც ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს, საერთოდ არც ერთი. კატეგორიულად არ შეიძლება, რომ იქ არ იყოს ადვოკატი, არ იყოს ვიდეოკამერა და ეს ვალდებულება ქონდა ქართულ ოცნებას, განსაკუთრებით სააკაშვილის ეპოქის მერე. იმის შეგნება კი არ არის, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა ესეთი სისტემა, ამას კი არ გეუბნება ხელისუფლება და მე ვერ შევქმენი ბოდიში. ესო ეხლა 45-ა ერთი ვიღაცა გააკეთებს და არანაირი ინფორმაცია არ იყო, არანაირი შეტყობინება არ იყო და როგორ უნდა გაგვეგო? რას ნიშნავს? მაგაშია ზუსტად არსი, რომ ეს უნდა გაიგო. სახალხო დამცველის აპარატში არის პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ესენი იკვლევენ დაკავებული რა პირობებში ხდება. ტენდენციას მინდა დავაკვირდეთ. 2019 წელს დაკავებულთა 30% მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე. 2024 წელს აქციები რო დაიწყო, 54% დაკავებულებისა მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, ცემაზე, ძალადობაზე, ამ ცემით სასურველი ჩვენებების მიღებაზე. 2024 წლის ნოემბერი გაიხსენეთ, როდესაც პრემიერმა კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, დაიწყო საპროტესტო აქციები. 80% მეგობრებო, დაკავებულთა 80% უკვე ღიად ამბობდა, რომ მასზე იყო ფიზიკური ანგარიშწორება, ანუ არასათანადო მოპყრობა და წამება. 2025 წლის თებერვალში უკვე დაკავებულთა 88% ამბობს, რომ დაკავების პროცესში მასზე იყო ძალადობა. როგორ იზრდება ეს? ეს არის სახალხო დამცველის დასკვნა. ეს ის სახალხო დამცველია, რომელიც ქართულ მოოცნებამ თავად აირჩია და ფაქტობრივად თუ ვენდობით და უნდა ვენდოთ სახალხო დამცველის დასკვნას, ეს ნიშნავს, რომ სწორედ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ვიმეორებ, ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, ვალდებულია და 14 წელი საკმარისი ვადაა, უნდა შექმნას მან ისეთი სისტემა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს როგორც პოლიციის უბნებში, ასევე მაგალითად ციხეებში ადამიანების წამებას. ფაქტია, რომ ასეთი სისტემა ვერ შექმნა ქართულ მოოცნებამ და მას არ ესმის, რომ ეს არის დანაშაული საზოგადოების წინაშე, უბრალოდ არ ესმის. ფაქტია, რომ 4 წლის წინანდელ კადრებზე ჩვენ ვხედავთ ადამიანის წამებას, ეს ერთია. არანაირი გარანტია, რომ 3 წლის წინ იგივე პოლიციელებს არავინ არ უწამებიათ, 2 წლის წინ ან სხვა პოლიციელებს არ აგვაქვს. მეტიც სახალხო დამცველის დასკვნა ადასტურებს, რომ იყო ეს ფაქტები. ამავდროულად ყველა მიტინგზე იყო დარბევები და თავად ხელისუფლებამ აღიარა, რომ იყო ყველანაირი გადამეტება ძალის და ბოლოს ეხლა ხან ხედავთ გორში, როდესაც შუადღისას ადამიანებს პირდაპირ. ყველას დასანახად 20 პოლიციელი ერთ კაცს ცემს და აი ამის მერე საუბარი იმაზე, რასაც ამბობს ბატონი მდინარაძე, რომ ეს არ არის სისტემური დანაშაული და გარანტია არ აგვაქვს. ვიმეორებ, გარანტია უნდა იყოს თქვენ უნდა შექმნათ ეგ არის ვალდებულება სისტემა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს გავს მოვლენებს და სახალხო დამცველის დასკვნა ადასტურებს, რომ არა მარტო არ გაქვთ ეგეთ სისტემა შექმნილი, საერთოდ ყველაფერი პირიქითაა და ეს არის ის, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვაგდეთ და გავისტუმრეთ და ზუსტად ასევე იგივე მდინარაძე და იგივე კობახიძე 4 წლის წინაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც ხელისუფლებაში არიან და არანაირ პასუხისგებლობას არ გრძნობენ. როდესაც ხდება, ახაც ეს პოლიციელები რომ დააკავეს, კვალიფიკაცია დანაშაულისა უმეტეს შემთხვევებში არის უფლება მოსილების გადამეტება. გეგონება პოლიციელს უფლება აქვს, რომ ცემოს დაკავებული პოლიციის შენობაში და გადაამეტა თურმე. აქ უნდა იყოს კვალიფიკაცია წამება. ეს სრულიად სხვა მუხლია და სრულიად სხვა სასჯელია და აქაც ნათელია, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს ამ ხალხსაც და მთელ ამ ვითარებას. ცდილობს წარმოაჩინოს ეს ვითარება, თითქოს არაფერი არ მოხდა. კიდე გეუბნებით, კაცო, ამის გამო იყო, რომ სააკაშვილი მოვიცილეთ ჩვენ.
რა არის გაუგებარი, პასუხისგებლობა არის თქვენზე და ეს პასუხისგებლობა უნდა იტვირთოთ და უნდა წაბრძანდეთ. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო ტელემაყურებელთა საყურადღებოთ, რომლებიც გვიყურებენ. თუ სადმე საქართველოს რომელიმე რაიონში, სოფელში, ქალაქში ექნება მსგავს ფაქტს ადგილი, როდესაც ხდება დაკავებული ცემა, ძალადობა დაკავებულზე წამება, პირდაპირ დარეკეთ, ხო ჩანს ობიექტივის ეკრანზე ამონათებულია ხშირად ტელეფონის ნომერი ჩვენი, დარეკეთ და დააფიქსირეთ ეს ფაქტები, გვითხარით ჩვენ. აი ხაც წერდა ტელემაყურებელი, რომ გასაგებიაო ძალიან მძიმე ფაქტს აქვს ადგილი, მაგრამ ქალბატონო ირმა, ნახეთ რა ხალხი აპროტესტებს ამასო, ანუ ისინიო, ვინც თავის დროზე იგივეს ჩადიოდაო, მაგრამ ეს ეხლა ხდება, ამ ეპოქაში ჩვენ სხვა ხდება. პროტესტებთ, გასაგებია რომ 2013 წელს ეს არ ხდებოდა. 2014-ში არ ხდებოდა, 15-ში არ ხდებოდა, 16-ში, 17-ში, 18-ში, მაგრამ ნელ-ნელა მოხდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, ქართულმა ოცნებამ, ყველა ის ხალხი, ვინც ებრძოდა და ჩამოაგდო სააკაშვილი, გაყარა თავის რიგებიდან და ვინ მოიყვანა, ისევ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გადმობარგება მოხდა ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნება გარდაიქმნა ქართულ ნაციონალურ ოცნებად და ახლა ეს ხალხი ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც აკეთებდა სააკაშვილის დროს. და ის რომ ამას ეხლა გამოდის და გვარამია, რომელიც თავად იმ რეჟიმის თანამონაწილეა, რომელიც ამას აკეთებდა, აპროტესტებს, გასაგებია, რომ ამით უარყოფით რეაქციას იწვევს, მაგრამ დავანებოთ ამას დავიკაცო, დანაშაული ხდება თუ არა. სისტემა თვითონ ხალხს აწამებს თუ არა, ფაქტია უკვე, თავიანთი სახალხო დამცველი ამბობს, რომ კი. და ქმედება რა არის? ქმედება არ უნდა გამოხვიდე და თქვა რომ გზნო პასუხისგებლობას და მივდივარ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ პოლიციელების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან წესიერი ხალხია და პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ ეს ფაქტები არის. ამათივე სახალხო დამცველი ადასტურებს რომ ეს სისტემური ხასიათისაა და ხელისუფლებამ პასუხისგებლობა უნდა იტვირთოს. ტელემაყურებელი გვწერს, მინდა რომ ეს შეკითხვებიც გავახმოვანო ხოლმე ჩვენს ეთერში. როდესაც გამოვიდა პრემიერი კობახიძე და განაცხადაო, რომ ნულოვანი თანაგრძნობაო, აი ამ ნულოვან თანაგრძნობას მოყვა შემდეგ ეს ძალადობა ყველა მიმართულებითო.